სენატის საგარეო კომიტეტში მეგობარი აქტის დამტკიცებაზე და წულუკიანის კომისიაზე ბრიფინგს მართავს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი მოусმინოთ გიორგი ვაშაძეს. შეკითხვა მინდა დაუსვა ირაკლი კობახიძეს. ამერიკის სენატმა საგარეო კომიტეტმა მიიღო მეგობარი აქტი. მე მინდა გკითხო პირადად შენ და შენს თანაგუნდელებს. მეგობარი აქტი ითვალისწინებს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების შემოტანას. თქვენ ამას ეწინააღმდეგებით? თქვენ ეწინააღმდეგებით უბიზო მიმოსვლას ამერიკასთან, რომელსაც თავაზობს ამერიკა? თქვენ წინააღმდეგი ხართ იმის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა წავიდნენ და განათლება მიიღონ ამერიკაში? თუ იმას ეწინააღმდეგებით, რომ მეტი ვაჭრობა გქონდეს უფრო თავისუფალი ამერიკის შეერთებულ შტატებთან? თუ იმას ეწინააღმდეგებით, კითხვაზე პასუხი გამეცით კონკრეტულად, რომ მეტად დაგვეხმაროს ამერიკა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. 1000 სიგიჟეს საუბრობენ თქვენი თანაგუნდელები. კითხვა მაქვს, თქვენ ამ ყველაფრის წინააღმდეგი ხართ? ანუ არ გინდათ რომ ქართველებმა uvizot იარონ ამერიკაში? არ გინდათ რომ ამერიკული კომპანიები შემოვიდნენ? არ გინდათ რომ განათლება ჩვენმა ახალგაზრდებმა ამერიკაში მიიღონ? დააფიქსირეთ ამაზე კონკრეტული პოზიცია. და უფრო მეტიც, კითხვა სვავ. როდის უფრო დაცული იქნება საქართველო და როდის უფრო მეტად იქნება მშვიდობა გარანტირებული საქართველოში? როდესაც ამერიკის მსგავსი ზესახელმწიფო შენს გვერდით არის, თუ როდესაც მარტო ხარ მიტოვებული, ბედის ანაბარა და საჯიჟგნად ხარ ტრისთვის ქცეული. ამ კითხვებს გაეცით კონკრეტულად პასუხი. თქვენ ახლა ფაქტობრივად ყველაფერზე საუბრობთ, გარდა იმ რეალური შინაარსისა, რაც არის მეგობარ აქტში. ის რომ იქ საუბარი არის პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე, კრიზისის განმუხტვაზე, რომლის ერთ-ერთი გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება. ეს თქვენ ძალიან გაწუხებთ და გტკივათ. რა თქმა უნდა. მაგრამ კონკრეტულად საზოგადოებას ჩვენ გვაინტერესებს დააფიქსირეთ პოზიცია. ანუ თქვენ ეწინააღმდეგებით ამერიკასთან უბიზო მიმოსვლას? ეწინააღმდეგებით ამერიკული ინვესტიციების საქართველოში შემოტანას? ანუ თქვენ წინააღმდეგი ხართ იმის, რომ ქართველი ახალგაზრდები წავიდნენ ამერიკაში და განათლება მიიღონ? ხო არ შეიძლება ყველაფერზე ელაპარაკავ გარდა იმ რეალური შინაარსისა, რაც დევს ამ დოკუმენტში. და ეს შინაარსი დევს, რაც მე ჩამოგითვალეთ. დევს მეტი ღრმა თანამშრომლობის შინაარსი ამერიკასთან. აი ამ პოზიციებზე გაეცით თქვენც კალაძე რო რა გამოდის რაღაც სისულელეებს იძახის ის სხვა ადამიანები. ყველამ ამას გაეცით პასუხი. პასუხი მჭირდება და ყველას გვაინტერესებს. დააფიქსირეთ კი ან არა? დააფიქსირეთ რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ ამერიკასთან უბიზო მიმოსვლის, რომ ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგი ხართ. დააფიქსირეთ და კიდევ ერთხელ თავარ კითხვას გაგიმეორებთ. როდის უფრო დაცულია საქართველოში მშვიდობა? ძლიერ მეგობრებთან ერთად თუ მარტო მიტოვებული მტრის კლანჭებში გადასაყლაპად? ხო არ შეიძლება რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლამ ბოლომდე დაგაკარგინოთ გონი? ხო არ შეიძლება რომ მეგობარი გამოაცხადო მტრად? ხო არ შეიძლება რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები გათელო ფეხქვეშ, ოღონდ კი ძალაუფლება შეინარჩუნოთ? თქვენ რას გავხართ, იცით? თქვენი პოლიტიკა არის რომ ან ჩვენ ვიქნებით, ან ხვაქვაზეც არ დარჩენილა, წყალსაც წაუღია აბსოლუტურად ყველაფერი. ესე არ არის, ჩემო კარგებო. ნუ ლაპარაკობს 1000 სიგიჟეზე. თქვით კონკრეტულად და გაეცით პასუხი. გინდათ უბიზო მიმოსვლა ამერიკასთან თუ არ გინდათ? გინდათ ამერიკული ინვესტიციები მეტი თუ არ გინდათ? გინდათ რომ ამერიკული კომპანიები შემოვიდნენ საქართველოში და ინვესტიცია ჩადონ, სამუშაო ადგილები შექმნან თუ არ გინდათ? გინდათ რომ საქართველო იყოს მეტად დაცული და გარანტირებული მშვიდობით თუ გინდათ რომ მარტო ვიყოთ დარჩენილი მარტივ გადასაყლაპად ტრისთვის?